წარმოდგენების სამყაროს შესახებ მუდმივად იცვლება და ამის კარგი მაგალითი ციფრული დაიჯესტის სიახლეების მრავალფეროვნებაა. ასე რომ დღევანდელი გადაცემა საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენთვის. გამარჯობა. ელექტროავტომობილების დამუხტვა პირდაპირ გზებზე საკმაოდ კარგი იდეაა, თუმცა განსახორციელებლად არც თუ ისე მარტივი. შვედეთში დაიწყო მსგავსი პროექტების განხორციელება, თუმცა საკითხავია რამდენად წარმატებულად. კითხეთ მერე. ყველაზე თანამედროვე ელექტრომობილებში ყენდება აკუმულატორები, რომლებიც ადრე თუ გვიან განიმუხტებიან. ამიტომ საკუთარ ტესლაზე რამდენიმე 100 კილომეტრის გავლისას მაინც მოგიწევთ გაჩერება და ელემენტის დამუხტვა რამდენიმე საათის განმავლობაში. და რა მოხდება მაშინ თუ კი ელექტრომობილი დაიმუხტება პირდაპირ გზიდან? შვედეთის მთავრობასაც ეს საკითხი ძალზედ საინტერესოდ მოეჩვენა. ამიტომ მან ჩაუშვა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში იკვლევს ასეთი ელექტროფიცირებული სამგზავრო ლიანდაგის შექმნის შესაძლებლობას. ალბათ შვედებმა შესთავაზებს უკვე არაერთი ფუტურისტული კონცეფცია, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია. მკვლევარები შემოიფარგლენ გზის მონაკვეთით სიგრძით 2 კილომეტრი, რომელზეც სპეციალური ხერხით გაჭიმეს მოდიფიცირებული სატვირთოების კვებისთვის მავთულები. ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც ჩვენს ქალაქებში, ოღონდ ტროლეიბუსების და ტრამვაების ნაცვლად შვედები ასეირნებენ დიდ სატვირთოებს, რომლებიც ორი მავთულის მეშვეობით იღებენ ენერგიას. სავარაუდოა, რომ ასეთ ელექტრონულ ხაზებს შექმნიან მხოლოდ სატვირთოებისთვის და შესაძლოა ავტობუსებისთვისაც. ჩვეულებრივი ავტომობილები ძალიან დაბალია, ამიტომ შესაბამისი აღჭურვა არც თუ ისე მარტივია. კვლევებისთვის იყენებენ ჰიბრიდულ სატვირთოებს, რომლებიც აღჭურვილები არიან საწვავიანი ძრავით და ასევე პატარა ლითიუმ-იონური აკუმულატორებით, რომლებიც მათ აძლევს საშუალებას გაიარონ ერთ დამუხტვაზე 2 კილომეტრი და გადაადგილდნენ ერთი ელექტროფიცირებული მონაკვეთიდან მეორემდე. მას შემდეგ, რაც სატვირთო ისევ აღმოჩნდება გზის ელექტრონულ მონაკვეთზე, აკუმულატორი გადავა დამუხტვის რეჟიმში. პარკირება მძღოლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო, დამღლელი და რთული მომენტია. თუმცა ტექნოლოგიური სამყაროს განვითარებამ შესაძლოა ეს პრობლემაც სამუდამოდ მოაგვაროს. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. რა იქნება, რომ ბორბლებს შეეძლოთ ტრიალი არა მხოლოდ წინ და უკან, არამედ თავისი ჩვეული მოძრაობის სიბრტყის პერპენდიკულარულად. ეს ერთხელ და სამუდამოდ შეცვლიდა პარკირების პროცესს. ბრიტანელმა გამომგონებელმა უილიამ ლიდიარდმა ეს წარმოუდგენელი იდეა ცხოვრებაში განახორციელა და მისი თვალსაჩინო დემონსტრირება მოახდინა რეალური ავტომობილის მაგალითზე. ცდელობები შეექმნათ რაღაც მსგავსი იყო ადრეც, მაგრამ კონკრეტულად ამ გამოგონების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ არ საჭიროებს რაიმე სერიოზულ მოდიფიკაციებს ასეთი ბორბლების დასაყენებლად. გამომგონებელმა ბორბლებს თავისი სახელი დაარქვა ლიდიარდის ბორბლები. ავტომობილს საკმაოდ მარტივად შეუძლია გადაიცვას ისინი, რათა დაინახოს მოხმარების ყველა უპირატესობა. ისინი გამოდგება ყველა ამინდისთვის, გზის მდგომარეობისთვის და მათ აქვთ ტრადიციული საავტომობილო ბორბლების ყველა დამახასიათებელი ნიშანი. ის, რასაც ხედავთ, მხოლოდ გამოგონების ადრეული პროტოტიპია, მაგრამ უილიამი დარწმუნებულია, რომ მისი პროექტით შეუძლიათ დაინტერესდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Goodyear და Honda. ამისთვის მან სთხოვა დახმარება ინფორმაციის გავრცელებაში თავის YouTube არხის მაყურებლებს. ლიდიარდის ბორბლების მეშვეობით ავტომობილი მსუბუქად ტრიალებს ადგილზე თავისი ღერძის გარშემო, მანევრირებს მარცხნივ და მარჯვნივ, ვიდეო თამაშის პერსონაჟის მსგავსად. საურონის თვალის საწინააღმდეგოდ ჩვენს შედარებით კეთილ სამყაროში შეიქმნა ჩინური ყოვლის მხედველი მზერა, რომელსაც სამეცნიერო კვლევების გარდა სხვა რაიმე ბოროტი განზრახვა არ გააჩნია. სამივლის დასრულდა ბოლო ანარეკლითი პანელის მონტაჟი. ამასთან ერთად დამთავრდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპ FAST-ის მშენებლობის ძირითადი ფაზა. გიგანტ FAST-ს უკვე შეარქვეს ჩინური ყოვლის მხედველი მზერა, რომელმაც ჩამოაგდო პედესტალიდან ტელესკოპი არსებული არესიბოს ობსერვატორიაში. მისი დიამეტრი შეადგენს 300 მეტრს და აქამდე ის ყველაზე დიდი იყო. სინხუას სააგენტოს ახალი ამბები იუწყება, რომ ტელესკოპი გახდა ყველაზე სრულყოფილი სამეცნიერო ინსტრუმენტი ჩინელი ასტრონომებისთვის. მოსალოდნელია, რომ პირველი კვლევები დაიწყება უკვე სექტემბერში. მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის შესაქმნელად სამუშაოები გრძელდებოდა 5 წელი. მანამ სანამ შეუდგებოდნენ მის აწყობას, სპეციალისტები თითქმის 10 წელი იყვნენ დაკავებულნი წინასწარი გათვლებითა და კვლევებით. სამუშაო მიმდინარეობდა ინტენსიური ტემპებით. ათასობით მეცნიერი და ინჟინერი ცხოვრობდა გუიჩჟოუს პროვინციის ხეობაში 2011 წლიდან და განუწყვეტლივ მუშაობდა. ტელესკოპი მეცნიერებს მისცემს საშუალებას აწარმოონ დაკვირვება უცნაურ კოსმოსურ მოვლენებზე. შეძლებს დაიჭროს ვარსკვლავთა შორის კავშირის სიგნალები და ეს ალბათ სასარგებლო იქნება ახალი ცივილიზაციის პოვნისას. FAST-ის ტელესკოპის დიამეტრი შეადგენს 500 მეტრს, ღირებულება კი 180 მილიონ ამერიკულ დოლარს. ამ ტელესკოპის აწყობა ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ნაწილია.
უახლოეს გეგმებშია საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობაც და კოსმოსური ტელესკოპის შექმნა, რომელიც იქნება 300-ჯერ უფრო მძლავრი ვიდრე ამერიკული ჰაბლი. 5 წლის წინ NASA-მ სადგურიდან გააცილა აპარატი სახელწოდებით Yunona, რომელმაც დანიშნულების ადგილს სულ ცოტა ხნის წინ მიაღწია და ახლა ის ამიერიდან სიცოცხლეს განაგზობს მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის ორბიტაზე. აეროკოსმოსურ სააგენტო NASA-ში იუწყებიან, რომ 5 წლის წინ კოსმოსურ მოგზაურობაში გაშვებულმა აპარატმა Yunona-მ როგორც იქნა მიაღწია იუპიტერის ორბიტას, მზის სისტემის უმსხვილეს აირად გიგანტს. ბოლო სამზადისი ორბიტაზე გასასვლელად მდგომარეობდა ძირითადი ძრავის დამუხრუჭების მანევრში. აირადი გიგანტის გრავიტაციამ დაიჭირა Yunona და აპარატი წარმატებით გავიდა ორბიტაზე. გარდა ამისა, აგრეთვე შესაძლებელი გახდა აპარატის წარმატებით მობრუნება მზისკენ. ახლა NASA-ში დარწმუნებულნი არიან, რომ Yunona-ს მზის პანელები საკმარის მზის სხივს მიიღებენ ენერგიის გენერაციისთვის. ახლა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კოსმოსური აპარატის პირველი ორბიტალური შემოფრენა იუპიტერის ირგვლივ, რომელიც გასტანს 53 დღეს, ოფიციალურად დაიწყო. Yunona-ს მეშვეობით ჩვენ შევძლებთ იუპიტერის აქამდე უცნობი მასიური რადიაციული სარტყელების შესწავლას და შევიხედავთ არა მხოლოდ ამ აირადი გიგანტის ატმოსფეროს ზედა ფენებში, არამედ დავიმაღლებთ ჩვენ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ და როდის გაჩნდა, როგორ განვითარდა ჩვენი მზის სისტემა, თქვა აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს დირექტორმა ჩარლი ბოლდენმა ოფიციალურ განცხადებაში. ბოლდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კოსმოსური მისიის მეცნიერული ფაზა სტარტს ამ წლის ოქტომბერში აიღებს, მაგრამ პლანეტის შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყება გაცილებით ადრე. მომდევნო 20 თვის განმავლობაში Yunona შეასრულებს 37 სრულ შემოლას იუპიტერის გარშემო და გაარკვევს ამ აირადი გიგანტის ყველაზე დაფარულ საიდუმლოებებს. მათ შორის ძირითადად იქნება მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა ისეთი პლანეტები, როგორიც იუპიტერია და აქვთ თუ არა მათ მყარი ბირთვი. გარდა ამისა, აპარატი შეადგენს პლანეტის მაგნიტური ველის რუკას, გაზომავს წყლის მოცულობის დონეს, ჟანგბადისა და დარიშხანის შემცველობებს იუპიტერის ატმოსფეროში. აგრეთვე დააკვირდება გიგანტის პოლარულ სიკაშკაშეს. ყველა დასახული ძირითადი ამოცანის შესრულების შემდეგ NASA გეგმავს Yunona-ს გადასვლას იუპიტერის ზედაპირზე, რათა თავიდან აერიდოს პლანეტის უდიდესი თანამგზავრების დაბინძურება. სატურნის ცივი მთვარე ენცელადის საოცარი სამყაროა. ზოგიერთი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ენცელადის საუკეთესო ადგილია მზის სისტემაში სიცოცხლის საძიებლად. ამიტომ დროა გავიცნოთ ის. NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა კასინმა, რომელიც ამჟამად ბრუნავს სატურნის ორბიტაზე, აწარმოა ყინულოვანი ნაკადების საინტერესო დაკვირვება, რომელიც სავარაუდოდ გამოგდებულია ამ საინტერესო სამყაროს მიწისქვეშა თხევადი მინერალით. სადაც ოკეანეა, იქ შესაძლოა არის სიცოცხლეც. კასიანის მოგზაურობა დასრულდება 2017 წელს და მეცნიერები სერიოზულად ფიქრობენ, გაუშვან თუ არა ენცელადზე ცალკე მისია, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სიცოცხლის კვალის პოვნა. თუმცა ენცელადი არც ისე დიდია და გარშემორტყმულია ყინულის მსხვილი ფენით, მასზე სავსებით შესაძლებელია იყოს სიცოცხლე. მას ხახუნის სახით აქვს ენერგიის წყარო, რომელიც იქმნება სატურნის მიზიდულობის ხარჯზე, ორგანული შენაერთებით, რომელიც ასე უყვარს სიცოცხლეს და ოკეანის თხევადი წყალი ყინულის შიგნით. მაგრამ მხოლოდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიცოცხლე მასზე არსებობს. ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რათა ეს დადასტურდეს. ენცელადს ასევე შეუძლია ბევრი რამ მოგვიყვეს მზის სისტემის გენესისის შესახებ. თქვენ არა მხოლოდ ეძებთ სიცოცხლეს, თქვენ ეძებთ სიცოცხლის ბუნების გაგებას და მისი შედარების შესაძლებლობას დედამიწის სიცოცხლესთან. ამბობს კრის მაკეი, NASA-ში AMS-ის სამეცნიერო ცენტრის პლანეტოლოგი. მაგალითად, თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ქმნილებები ენცელადზე არ გვანან მიწისას, თუ მათი ბიოქიმია სხვაგვარია, ეს შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის 2S ფორმა ვითარდებოდა ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად. ესე იგი, სადღაც კოსმოსში შეიძლება იყვნენ უცხო პლანეტელები. თუ სიცოცხლე მინიმუმ 2-ჯერ გაჩნდა ჩვენს მზის სისტემაში, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი სავსეა ჩვენს სამყაროში, ამბობს მაკეი. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ენცელადზე არსებები ძალიან გვანან მიწაზე მცხოვრებთ, ეს შეიძლება გვეუბნეოდეს იმას, რომ სიცოცხლე გაჩნდა სადღაც სხვაგან და შემდეგ აღმოჩნდა ორივეგან. და თუ ენცელადი უნაყოფოა, თეორია იმის შესახებ, რომ სიცოცხლე გაჩნდა ხმელეთზე და არა ოკეანეში, მიიღებს უფრო მეტ ქულას. მარსზე იმაზე მეტი ჭორიდადის სამეცნიერო სამყაროში, ვიდრე ნებისმიერ სელებრიტზე და ამის მიზეზები საკმაოდ ბევრია. Curiosity-ს ბოლო აღმოჩენება კი კიდევ დიდი ხნის სალაპარაკო თემა მისცა მეცნიერებს. Curiosity-ს ახალი აღმოჩენები წარმოადგენენ იმის მტკიცებულებას, რომ ოდესღაც უძველესი მარსი და მისი ატმოსფერო მართლაც ძალიან ჰგავდა დედამიწას. ავტონომიურმა მარსიულმა ლაბორატორიამ აღმოაჩინა კვალი, რომელიც მიუთითებს უძველესი მარსის ატმოსფეროში ჟანგბადის შთამბეჭდავი მარაგის არსებობაზე. Chemcam-ის მეცნიერული ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც მდებარეობს Curiosity-ს ზურგზე, ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორიის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მანგანუმის შემცველობის მაღალი დონე მარსიანულ ქვებში.
თავისი აღმოჩენა Curiosity-მ შეასრულა მინერალებით მდიდარ ნაპრალებში, რომელიც განლაგებულია კიმბერლის სახელწოდებით ცნობილ ადგილში და რომელიც მდებარეობს გეილის კრატერში. ამ ქიმიური ელემენტის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ოდესღაც მარსზე თავისუფალი ჟანგბადის მაღალი დონე იყო. გარდა ამისა, ეს აღმოჩენა გვიბიძგებს იმაზრისკენ, რომ ოდესღაც წითელი პლანეტის კლიმატი გაცილებით თბილი იყო. მის ზედაპირზე კი შესაძლოა იყო მაღალი თხევადი წყლის ტბები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოცემული პლანეტები ქიმიური შემადგენლობით ძალიან ადრე წააგავდა დედამიწას. რეზულტატები საკმაოდ საინტერესოა. ისინი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მრავალი მილიარდი წლის წინ მარსზე იყვნენ ბინადარნი. მარსზე შესაძლოა არსებობდა მარტივი მიკრობული ცხოვრება. დასრულებისას უნდა ითქვას, რომ მხოლოდ Curiosity-ს არ აღმოუჩენია მარსზე მანგანუმის მოპოვების კვალი. მეორე როვერმა Opportunity-მა ახლახანს აღმოაჩინა მანგანუმის მაღალი შემცველობა მარსის დანალექზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მინერალის არსებობა სხვა ადგილებში ამაღლებს მეცნიერების ვარაუდს ტენიანი თბილი და მსუნთქავი მარსის შესახებ. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით Phobos-ი არის შიშის პერსონიფიცირება, ხოლო Deimos-ი ტერორის. ჩვენ სამყაროში კი ისინი მარსის ბუნებრივ თანამგზავრებს წარმოადგენენ, რომლის წარმოშობაც საიდუმლოებითაა მოსული და მის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობდნენ. ორი მარსიანული პლანეტის, Phobos-ისა და Deimos-ის წარმოშობა აქამდე გამოცანად რჩებოდა. არც ისე დიდი ზომის და არასწორი ფორმის გამო ისინი წააგავდნენ ასტეროიდებს, მაგრამ არავის ესმოდა, როგორ შეძლო მარსმა მათი დაპყრობა და გარდაქმნა თანამგზავრებად პრაქტიკულად მრგვალი ეკვატორული ორბიტებით. ერთ-ერთი თეორიის თანახმად მარსმა თავისი ფორმირების დასრულების შემდგომ გადაიტანა უმძლავრესი შეჯახება პროტოპლანეტასთან, მაგრამ რატომაა რომ ამ ორი შეჯახების ნატეხებმა წარმოქმნა არც თუ ისე დიდი ორი თანამგზავრი და არა ერთი ცალი დიდი, ჩვენი მთვარის მსგავსად. ორმა დამოუკიდებელმა კვლევამ ამოხსნა გამოცანა. მარსიანული პლანეტები გაჩნდნენ შეჯახების შედეგად. ბელგიელი, ფრანგი და იაპონელი მეცნიერების ჯგუფმა პირველად შემოგთავაზა Phobos-ისა და Deimos-ის სრული და შეთანხმებული ფორმირების სცენარი. ისინი სავარაუდოდ უნდა გაჩენილიყვნენ მარსის შეჯახების შედეგად უძველეს სხეულთან. ის იყო სამჯერ ნაკლები ზომის ვიდრე წითელი პლანეტა. მეცნიერების აზრით ამ შეჯახების ნარჩენებმა წარმოქმნა საკმაოდ ფართე დისკი მარსის ირგვლივ, რომელიც შედგება შეერთებული საგნის მკვრივი შიდა ნაწილისგან და თხელი გარეგანი კიდისგან, რომელიც თავის მხრივ აირისგანაა შემდგარი. ამ დისკის შიგნითა ნაწილში წარმოიქმნა მთვარე, Phobos-ზე 10-ჯერ უფრო პატარა, რომელიც იმ დროიდან გაქრა. გრავიტაციული ზეგავლენა, რომელიც ხდებოდა გარეგან დისკოზე, თანდათან იქამდე მივიდა, რომ ნატეხები მასში მოგროვდნენ, სხვა არც თუ დიდ და დაშორებულ მთვარეებში. ამ ორი კვლევით დადასტურებულ გიგანტური შეჯახების თეორიას შეუძლია ახსნას, რატომაა მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფერო სამხრეთ ნახევარსფეროზე დაბალი. ბორეალისის აუზი სავარაუდოდ ემსახურება გიგანტური შეჯახების ანაბეჭდის ყოფნას. იაპონურმა კოსმოსურმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება 2022 წელს გაუშვას მარსის მთვარეების მისია, რომელიც დააბრუნებს Phobos-ის ნიმუშებს დედამიწაზე 2027 წლისთვის. მათ ანალიზს შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს ეს სცენარი. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დაგეგმა ანალოგიური მისია 2024 წლისთვის. ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ყველა კუთხის ძალიან დიდი პრობლემაა. ბოლო კვლევების თანახმად კი სამწუხაროდ ჩვენთან განსაკუთრებით. ამიტომ მოგიყვებით პროექტის შესახებ, რომელსაც იმედი არა მხოლოდ ჩინეთის მთავრობა გაითვალისწინებს. ჰაერი, რომლითაც სუნთქავთ, ყოველთვის არ არის ისეთი სუფთა, როგორიც ჩვენ გვინდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების გამოკვლევების თანახმად, გამონაბოლქვით ჩინეთში კლავს 4000 მაცხოვრებელს ყოველ დღე. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არც ისე გამართულადაა საქმე. ამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი არც ისე ხელსაყრელ პირობებში ცხოვრობს და რეგულარულად სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს. რუსეთში სიტუაცია აგრეთვე შორსაა იდეალურისგან, ქალაქების 50%-ზე მეტი იტანჯება სუფთა ჰაერის უკმარისობისგან და სხვა დაბინძურებებისგან. იმისთვის, რომ ადამიანებს გაუადვილდეთ ცხოვრება, ჰოლანდიელმა დიზაინერმა დან როზერგარდმა შექმნა 7 მეტრიანი კოშკი ფილტრი, რომელსაც ჰქვია Smoke Free Tower. კოშკი პირდაპირ გაგებით ისრუტავს დაბინძურებულ ჰაერს, როგორც მტვერსაცრუტი და უშვებს უკვე გაფილტრულ და სუფთა ჰაერს ხვრელებით, რომლებიც განლაგებულია მთელს სიგრძეზე. კოშკს შეუძლია გაწმინდოს 30000 კუბამდე ჰაერი 1 საათში. ამ დროს თვითონ მოიხმარს სუფთა ენერგიის 1.5 კილოვატს, რომელსაც თვითონვე გამოიმუშავებს. პროექტის განსახორციელებლად გავიდა 3 წელი და ახლა როცა ყველაფერი მზადაა, გამომგონებელი აწარმოებს მოლაპარაკებას ჩინეთთან, სადაც პირველ რიგში გეგმავს საამუშაოს თავისი კოშკი. სავარაუდოდ პირველ რიგში კოშკებს დააყენებენ პარკებში. ისინი არა მხოლოდ სასარგებლონი არიან, არამედ საკმაოდ სიმპათიურადაც გამოიყურებიან. მათთვის, ვისაც ხშირად უწევს ნივთების ზომების აღება, ალბათ კარგად ცნობილია ის პრობლემები, რომლებიც ეგრეთ წოდებული რულეტკის გამოყენებისას იქმნება. ასეთ ადამიანებს ნამდვილად დაინტერესებს პროექტი, რომელიც Kickstarter-ზე გამოჩნდა.
Kickstarter-ზე როგორც იქნა შეაგროვეს აუცილებელი თანხა ყველაზე ჭკვიანი საზომის გამოსაშვებად. ამ საზომი მეტრის სახელწოდებაა ბეგელი და მას აქვს რამდენიმე რეჟიმი. პირველი string mode მისცემს ადამიანს შესაძლებლობას ტრადიციული საშუალებით გაზომოს სიგრძე. უბრალოდ გამოგაქვთ სიმი შესაბამის სიგრძეზე და ის გაჩვენებთ სიგრძეს თავის დისპლეიზე. სიმი მყარია, გაუძლებს 50 კილოგრამამდე სიმძიმეს და რაც მთავარია, მისით ვერ დაზიანდები. მეორე რეჟიმი wheel mode იძლევა გაზომვის შესაძლებლობას, უბრალოდ საზომის ზედაპირზე მოძრაობით. მესამე რეჟიმში მოწყობილობა გაზომვისას იყენებს ლაზერულ სხივს და ულტრაბგერით სენსორებს ვერტიკალური და ჰორიზონტალური კუთხეების გასაზომად. ყველა გაზომვა შეიძლება ჩაიწეროს საზომში ჩაყენებული ხმის ჩამწერის მეშვეობით. ის კი თვითონ მოახდენს ნაკარნახევის გენერირებას პირდაპირ smartphone-ში. საზომს აქვს მინუსებიც. სიმი პირველ რეჟიმში არც თუ ისე გრძელია, მხოლოდ 3 მეტრი. და მეორე, ის არ იცნობს მეტრულ სისტემას, ამიტომ მოგიწევთ გონების დაძაბვა და ფუტების კონვერტირება თქვენთვის ჩვეულ სიდიდეში. წინასწარი შეკვეთით მის შეძენას შეძლებთ 59 ამერიკულ დოლარად. იმ ადამიანებმა, ვისაც არ დაუმთავრებია სამეფო კარის თამაშების მე-6 სეზონის ყურება, ამ სიახლეს არ უყუროთ. ტელესერიალ სამეფო კარის თამაშების მე-6 სეზონის მე-9 სერია მოგვითხრობს გრანდიოზულ ბრძოლაზე ბასტარდ ჯონ სნოუსა და რამსი ბოლტონს შორის. ეკრანზე ერთმანეთს ორივე მხრიდან ასეულობით მეომარი ებმის. ამასთან სანახაობრივი ბატალიების დემონსტრირება ხდება შესაფერისი სისასტიკით და ნატურალიზმით. ავსტრალიურმა კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დაანახა მაყურებელს, როგორ გამოიყურებოდა ვიზუალური ეფექტები და დაუჯერებელი სცენების გადაღების პროცესი. შემქმნელებმა არ იძუნწეს სპეცეფექტების შექმნაზე, ამიტომ მათში იყო ჩადებული სერიალისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ლომის წილი. გასაოცარია გათვლების სიზუსტე, რომლითაც იღებენ წინასწარ კადრებს. მსახიობების გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც თამაშობენ ჯარისკაცებს, იღებენ დეკორაციის სხვადასხვა ადგილებში, მოგვიანებით კადრების შეკრებით და მრავალრიცხოვანი არმიის შექმნით. კომპიუტერზე გენერირებული პერსონაჟები ეკრანზე დიდი სირთულით ამოიცნობა. პრაქტიკული ეფექტები, ფერის დამუშავება, მწვანე ეკრანის ფონზე გადაღებები, ყველაფერი მუშაობს მაქსიმალურად შეთანხმებულად და ბოლო გამოიყურება უბრალოდ შესანიშნავად. ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ისე შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ ყვითელ პრესაზე. მოგატყუეთ. ნახვამდის.